ანუ მე გულისხმობ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და კიდევ მეტი რეზერვის მოძებნა შეიძლებოდა. მე არაერთხელ მithქვამს, რომ იგივე კეთილმოწყობის სამსახურზე გაწეული ხარჯები, რომელიც იწევა ქალაქ თბილისში. ელემენტარულია, ვინც ისეთი მაგალითის მოყვანა მინდა, რომელიც თვალნათელია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. აღებული ეგრეთ წოდებული ტროტუარების ბორდიურები, რომლებიც იყო, ვთქვათ, გრანიტის ქვისგან დამზადებული, შეიძლებოდა მისი უბრალოდ გასწორება და გარეგნული იერსახის მიცემა და კვლავ, ასე ვთქვათ, დაგება ამ ბორდიურებისა, იცით რომ ამოიღეს ეს ქვასაწავი და არ ვიცი, დააგეს და გააკეთეს ბეტონის, რომელიც 2 წელიწადის წინ გაკეთებული უკვე დღეს უარგისია და თავიდან არის დასაგები. მარტო ეს მილიონობით ლარზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, უზარმაზარი რეზერვები არსებობს იმ სფეროში, თუ რაღაც ერთი პირის გადაწყვეტილებებს არ შეეწირება სასიცოცხლო ინტერესები ხალხის. ახლა ის ხიდიც, დეკორატიული ხიდიც, მიხეილ სააკაშვილის პირადი ახირება იყო. ხო, ჩვენ ახლა თქვენ ისაუბრებთ მე სხვა პირადი ახირებების თაობაზე, რომელიც ქვეყანას მრავალი მილიონი უჯდება. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება ერთი კაცის, ასე ვთქვათ, სურვილებზე დამოკიდებული ბიუჯეტის ხარჯები და რეალურად საზოგადოების საჭიროებას მოხმარდება, ის გეგმაც კი, რომ ადამიანს რეალური ჯანდაცვა ჰქონდეს, ვთქვათ, შეღავათიან ფასებში და საერთოდ 100% დაფინანსებითაც კი, ეს არ არის უტოპია. ჩვენ ციფრებით ვლაპარაკობთ, თბილისის ბიუჯეტი ეხლა შემცირების შემდეგაც 600 მილიონ ლარზე მეტია და იგივე 95 მილიონი ლარი რა თქმა უნდა რთული ხარჯია, მაგრამ შესაძლებელი ხარჯია. ბატონო, იმ ფონზე, როდესაც მე უარს გეუბნებათ, ვთქვათ, პენსიონერების სოციალური დახმარება გაითვალისწინოს ბიუჯეტში, ძალიან ბევრს საუბრობენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოება უზარმაზარ ღონისძიებებზე, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად აფინანსებს. თუ გაქვთ თქვენ იმის ბერკეტი, რომ გაარკვიოთ, საიდან და სად მიდის ეს თანხები? მე ამას არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც მიეცნო, მათ შორის ჩვენს არხზეც. იცით რა, ეს უბედური ჭაღები ვერ მოვიცილეთ ამ თბილისიდან. მე უბრალოდ უგემოვნება გარდა ამისა, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, საფრთხეს ქმნის უბრალოდ ეს უზარმაზარი კონსტრუქციები, რომ ჩამოკვიდეს კვლავ. ვერ მივახციეთ ამას, რომ აი ეს დეკორატიული ხარჯების არის მცირე შემცირება ასეთი ტიპის ხარჯებისა ამ ბიუჯეტში, მაგრამ აი კარდინალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული და ბუნებრივია ეს ჩვენ გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, წლევანდელი ახალი წელი რა დაუჯდება ქალაქს? გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? ძალიან რთული, აი ჩვენ დავუბრუნდით იმ საკითხს. ძალიან რთული ამ ბიუჯეტიდან შენ გამოიტანო კონსოლიდირებული ციფრი ახალი წლის აღნიშნული ღონისძიებისა, ვინაიდან ის გაბნეულია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მუხლში, არ არის თავმოყრილი ერთად და არ არის ერთიანი, ასე ვთქვათ, ციფრი, რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქაც საუბარია მილიონებზე და არა ათასებზე. და აი მაშინ ღირს ასეთი ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერა. თუ უბრალოდ მიგაჩნიათ, რომ თუნდაც ერთი დადებითი მომენტი გაიტანოთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენს გარეშეც მშვენივრად მოახერხებენ ამ ბიუჯეტის მიღებას. თქვენ ზუსტად ჩამოაყალიბეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ერთი მინიმუმ შედეგი ვაჩვენოთ. თუნდაც მცირე, მაგრამ პირველივე წელს არჩევნებიდან ჩვენი პროგრამის განხორციელება დაიწყოს. ეს გვიღირს ჩვენ იმად, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს ხარი დაუჭიროთ, თუმცა მისი კრიტიკის უფლება კვლავ გვაქვს და ამ პოზიციას არ ხსნით. გარდა ამისა, მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ აი მნიშვნელოვან საკითხებზე, ასე ვთქვათ, საზოგადოების ხარდაჭერის არსებობის პირობებში მივახციოთ წარმატებას. ბატონო, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხმას, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, მაინც დაუჭერდეთ ამ ბიუჯეტს ხარს. ასეთ შემთხვევაში ალბათ მივახცევდით პენსიების საკითხის და ჯანდაცვის საკითხის მიღწევას. ბუნებრივია, თუ კი უფრო სერიოზული იქნებოდა ჩვენი წარმომადგენლობა, ფასი ჩვენი მხარდაჭერისა უფრო მაღალი იქნებოდა, საზოგადოებისთვის მიღწეული შედეგიც მაღალი იქნებოდა. თუმცა ჩვენ ამ ჩვენი წარმომადგენლობის სიმცირის გამო ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ და პირდაპირ გეკმავთ, რომ გავუკეთოთ ორგანიზება პროცესს საზოგადოების შეკრებისა მომავალ, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის განხილვის დროს, როდესაც საზოგადოება თვითონ დააფიქსირებს თავის პრიორიტეტებს. მერია საჯაროდ აცხადებდა, რომ აი გამომკითხველები დადიოდნენ რა გინდათ. მე მიმაჩნია, რომ ჩვენც ჩამოვულით ჩვენ საზოგადოებას, თალბათ ჩვენ ერთ დღეს მოვუყრით თავს ამ საზოგადოებას და ვიტყვით, რომ ჯანდაცვის 100%-იანი პაკეტი ფეიერვერკებს ჯობია.
კომუნალური გადასახადების გაერთიანების საკითხი, რომლის შესახებაც დიდი ხანია უკვე ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ და საზოგადოებაც საკმაოდ შეშფოთებია. დღევანდელ შეხვედრაზე არ დამდგარა და ვერც დადგებოდა, იმიტომ რომ ეს არც მერის და არც საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის. ეს არის კანონი, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და რომლის თაობაზე ჩვენ უკვე შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და არ ვაპირებთ ამ საკითხზე ბრძოლის შეჩერებას. და ისო ერთი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ეს არის ტრანსპორტის გაძვირების საკითხი. ვაპირებდი შეკითხვის დასმას ამ თემაზე. და მე საერთოდ შევიდა პირდაპირ შეკითხვის დასმა, მე შემიძლია გადმოვცეთ პირდაპირ პასუხი, რომ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ არ აპირებს ქალაქის მთავრობა ტრანსპორტის გადასახადის გაზრდას. ეს არის საჯარო, ასე ვთქვათ, განცხადება ჩვენ შეხვედრაზე. ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ურთიერთობა ხელისუფლებასთან ქალაქისა დამოკიდებული იქნება, რამდენად ერთგული იქნება ქალაქის ხელისუფლება საკუთარი ამ საჯარო დაპირებისა. ყოველ შემთხვევაში ეს დაპირება მივიღეთ. საზოგადოებამ თვითონ უნდა განსაზღვროს ნდობის საკითხი, რამდენად სანდო ასეთი დაპირება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გამოჩნდება ალბათ პრაქტიკაში. გამოჩნდება, ჩვენ პულსზე გვაქვს ხელი ამ თვალსაზრისით, თუ გამოჩნდა ნიშნები ამ დაპირების არ შესრულებისა, ჩვენ არ გამოვირიცხავთ არც აქციებს ამის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ დღეს ფასების საყოველთაოს დაზრდის პირობებში, შემოსავლების საყოველთაო შემცირების პირობებში ისიც უნდა, ასე ვთქვათ, საკმარისი იყოს, რომ უამრავი მარშრუტი გაუქმდა იგივე ავტობუსის და ჩემს შვილებს ძალიან უჭირთ სკოლაში მისვლა, იმიტომ რომ გადათვირთულია საქალაქო ტრანსპორტი, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენ არ შევეგუებით ესე მარტივად ტრანსპორტის გაძვირებას და რაც თავარია ეს საკრებულოს კომპეტენციაშია და საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე ეს ვერ მოხდება, იმიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს თუნდაც იმის გარანტია, რომ საჯაროობა ამ პროცესში იქნება უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ ეს არ მოხდა ტრანსპორტის ლიცენზირების საკითხში, როდესაც საკრებულო ამოვარდა როგორც ვთქვათ ტრანსპორტის ლიცენზირების სუბიექტი, თუმცა ესეც უკანონოა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონს და ამის თაობაზე ჩვენ სასამართლოში გასაგებია. ბატონობა, არც ბევრი დრო დაგვრჩა და ძალიან მინდა იმ შეხვედრას შევეხო, რომელიც დღეს გაიმართა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს იყო მეორე რაუნდი ფაქტიურად ურთიერთობების, რომელიც CSKO-ში შედგა. მე ვიცი რომ თქვენ ვერ დაესწარით ამ შეხვედრას, თუმცა მაქვს შეხვედრის გამოდიხ. თუმცა მაქვს გარკვეული ინფორმაციები იმის შესახებ, რა ხდებოდა შეხვედრაზე. ანუ ნაწილი ოპოზიციონერების აცხადებს, რომ კმაყოფილი ამ შეხვედრით, ნაწილი აცხადებს, რომ არ არის კმაყოფილი, ხელისუფლება აცხადებს, რომ პრინციპში ისინი არიან კმაყოფილი და გარკვეული კონსენსუსი იქნა მიღწეული. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა პროგნოზი გაქვთ საერთოდ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? მოგახსენებთ, ახლა ასე ვთქვათ, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, ფრთხილი იმიტომ რომ არსებობს მრავალწლიანი გამოცდილება უნაყოფო მოლაპარაკებისა, მაგრამ ჯერჯერობით პროცესი მიდის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, რამოდენიმე ასპექტი აქვს ამ პროცესს, ხელისუფლებას რა თქმა უნდა ძალიან უნდოდა, რომ ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატი არ არსებულიყო. თუმცა რვიანის ფორმატი, როგორც დღეს დავადგინე წინა გადაცემაში არგუმენტებში, პრინციპში აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად აღარ არსებობს. საპარლამენტო ყოველ შემთხვევაში 8 პარტია, ერთი ხმა, ასეთი რამ აღარ არის. ასეთ არა, მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ 8 პარტიამ ერთიანი საარჩევნო კოდექსის პროექტი შეიმუშავა და მოხდება ამ პროექტის პრეზენტაცია. სხვა პროექტები არ არსებობს. არც ხელისუფლებას და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას თავისი ვარიანტი კოდექსების არ წარმოუდგენია, ერთადერთი ვისაც აქვს კონკრეტული პროექტი ეს სწორედ რვიანია. რვიანში ჩვენ მივახციეთ იმას, რომ შევთანხმდით, რომ არ იქნება სეპარატიული შეთანხმებები ხელისუფლებასთან, რაც სამწუხაროდ ადრე იყო და პრობლემებს ქმნიდა და მივახციეთ გადაწყვეტილების მიღების წესშიც პროგრესს. კერძოდ, სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხელისუფლებამ და პოლიტიკური პასუხისგებლობა იყოს ხელისუფლებაზე. ბუნებრივია ხელისუფლების სურვილი იყო, ვთქვათ, მათთვის იდეალური იქნებოდა, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა ძალიან დიდია ამ საკითხზე და სხვათაშორის 2003 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ოპოზიციის მოთხოვნებთან სოლიდარული არიან და საკმაოდ სერიოზულ, ასე ვთქვათ, და ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს. ხელისუფლებასთვის კარგი იქნებოდა ალბათ ისეთი ვარიანტი, როდესაც ის ხმას მიცემდა ამ ცვლილებებს, მაგრამ მე ვგონი სხვა რამდენიმე პარტია ჩაშლიდა ამ პროცესს და განაცხადა, რომ არ მინდა დავაკონკრეტო, იმიტომ რომ ვინც ჩახედულია პოლიტიკაში ყველა მიცის, აქედან გამომდინარე. საერთოდ ეს პარტიები როგორ აღმოჩნდნენ ბატონობა ამ ფორმატში? როგორც საპარლამენტო პარტიები.
მაგრამ თუმცა სურდათ მოლაპარაკების მონაწილეობის მიღება თავიდან, როდესაც თქვენ დაიწყეთ საკითხების მსჯელობა, რატომ არ აღმოჩნდა თქვენს გვერდით? რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ეს ყოფილიყო არარვიანი, არამედ ის 16 პარტია ერთად დამჯდარიყო, ვინც კვალიფიციური სუბიექტია. მათ თვითონ თავის არჩევანი გააკეთეს, მაგრამ 16-ში 8 უკვე ნახევარია და ეს სოლიდურ პაკეტს იძლევა თუნდაც ხმების. აქედან გამომდინარე ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ხელისუფლება სხვა რომელიმე პარტიას ვეღარ გადააბრალებს თუ ამ მოთხოვნებზე უარი თქვა და არ გამოვა ასე რომ ხელისუფლება ანუ ლობირება იმიტომ გააკეთა ხელისუფლებამ რომ გადაბრალება შეძლებოდა ამ პარტიებზე. რა თქმა უნდა, მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ზეწოლა საერთაშორისო საკმაოდ დიდია, ხელისუფლებას გაუჭირდება სამართლიან მოთხოვნებს. აი ხა უმარტივე თავარი ერთ-ერთი პრინციპული საკითხი რაც არის. უამრავი ყალბი პირადობის მოწმობა არსებობს, რომელიც გამოიყენება ხელისუფლების მიერ არჩევნებზე. ჩვენი თანამოქალაქეები, თანამემამულეები, რომლებიც მიდიან უცხოეთში არალეგალურად, ჩაწერილი რჩებიან კვლავ აქ რეგისტრირებული, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მათი რეგისტრაციის შეწყვეტის არ არსებობს და შემდეგ მათი პირადობის ყალბი მოწმობები გამოიყენება არჩევნების გასახალბებად. ჩვენ ვითხოვთ თანამედროვე ტიპის პირადობის მოწმობის დამზადებას, რომელიც თითების ანაბეჭდაც იქნება დამყარებული, ეს ერთი მთავარი პარამეტრია ეს ბიომეტრიისა და ხმის მიცემაც მოხდება თითის ანაბეჭდის საფუძველზე. როცა ყველგან სხვაგან ხელისუფლება ამაყობს, რომ ელექტრონული მთავრობის სისტემა დანერგა და თანამედროვე ტექნოლოგიები შემოიტანა. რატომ უნდა იყოს ერთი სფერო, სადაც არ უნდა იყოს ეს თქვა დაცული დოკუმენტი, იმიტომ რომ მარტივი იყოს გაყალბება? აი ამის ახსნა ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის უჭირს კი არა, არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, მე მოველი მნიშვნელოვან პროგრესს, რომ ნიშნულოვნად შეიზღუდოს გაყალბების მექანიზმები ხვის მაგივრად ხმის მიცემის თვალსაზრისით. მაგრამ ბატონობა, არის თუ არა, ასე ვთქვათ, იმის რეალური საფრთხე, რომ გამეორდეს ის, რაც NDI-ის ფორმატში მოხდა, მაგალითად ის, რომ ხელისუფლებამ და რომელიმე აი ამ სხვა პარტიამ, არც მე დავაკონკრეტებ, ერთად დაბლოკონ თქვენი რომელიმე გადაწყვეტილება, მაგალითად მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ, რომელზე ჩვენ უკვე ვიცით ხელისუფლების NDI-ის პროცესში მონაწილეობით ჩვენ იმიტომაც ვიყავით უკმაყოფილო თავის დროზე, რომ NDI-მ სამართლიანი არბიტრის როლი ვერ შეასრულა და ვერ დააფიქსირა საჯარო პოზიცია მიუხედავად ზოგადი განცხადებებისა დემოკრატიის ხარდაჭერისა, ჩვენ ვერ მივიღეთ დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი. დღეს IPS-ის ჩართვის პირობებში ამ პროცესში და საერთოდ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ძალიან მყარია საერთოდ ჩვენ ელჩებთანაც გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დღეს საოცრად სასიკეთოდ არის შეცვლილი მათი პოზიცია მე ასეთი რამ კიდევ ერთხელ ამბობ 2003 წლის შემდეგ არ შემხვედრია და ჩვენ არ აგვაქვს უფლება ის პროცესი ჩავშალოთ და ამიტომ რუიანის შენარჩუნება აუცილებელია და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავშალოთ პროცესი, რომელსაც პირველად 2003 წლის შემდეგ მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია ჩვენთან ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ერთადერთ თუ ვინმეს უწევს ანგარიშს, მათ უწევს და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ წარმატების დიდი შანსები გვაქვს. ანუ გაქვთ იმის იმედი, რომ გარკვეულ კომპრომისებს მიაღწევთ ხელისუფლების მხრიდან? რა თქმა უნდა. გვაქვს ამის იმედი და ეს განაპირობა ჩვენმა ერთიანობამ. სხვათა შორის მე მინდა ყველას უთხრა მადლობა, ვინც ამ ერთობაში მონაწილეობს, ყველა იმსახურებს ამ მადლობას და მოუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას. ალბათ დადგა დრო, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება შევწყვიტოთ ჩვენ. არის საკითხები, რომელიც გვაერთიანებს. საარჩევნო კოდექსი როგორც მოთხოვნა, მე ახლა ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს ვთქვათ, იგივე სახალხო წარმოადგენლობით კრების. დიახ, სხვა შორის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ შესაძლოა შეუერთდეთ კრებას. ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე გამოვაცხადებთ და მათაც, როდესაც ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო კოდექსი ყველასთვის მისაღებია. გასაგებია, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემოზე საუბარს და საერთოდ არჩევნების ჩატარებას აზრი აქვს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. იმ რვა პარტიიდან უმეტესობა, ვინც მონაწილეობას იღებს კონსულტაციებში ხელისუფლებასთან აცხადებს, რომ მხოლოდ საარჩევნო გზით დღეს მაგალითად დავით უსუფაშვილმა ძალიან მკაფიოდ გამოთქვა გადაცემა არგუმენტებში, რომ მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს. თქვენი პოზიცია როგორია? ეროვნული საბჭო იმით განსხვავდება როგორც ერთი ისე მეორე პოზიციისგან, რომ ჩვენთვის ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა არის მისაღები და ჩვენ ვთვლით, რომ არა გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ პოლიტიკური ბრძოლის რომელიმე მეთოდზე ვთქვათ უარი. ჩვენ გამოვიყენებთ საარჩევნო ბრძოლის გზასაც და გამოვიყენებთ მასობრივი საპროტესტო აქციების გზასაც და პოლიტიკური ისტორია გვასწავლის, რომ ვინც ყველა გზას, ასე ვთქვათ, იყენებს, ის აღწევს უფრო მეტად წარმატებას, ვიდრე ის, ვინც წინ ამბობს პოლიტიკური ბრძოლის რომელიმე გზაზე უარს. გასაგებია, დიდი მადლობა. არაფერს, მადლობა თქვენ. ჩვენი სტუმარი იყო კობა დავითაშვილი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე ლადო პაპავასთან ერთად დავბრუნდებით ეთერში.